Proebi მოგესალმებით და დღეს ვიღებთ მორიგ ეპიზოდს, ვინ იტყვება და ჩვენი სტუმარი არის უსაყვარლესი ადამიანი ვიღაცებისთვის, ბენი. ვისთვის არ. ვიღაცებისთვის სიმპათიური, ვიღაცებისთვის საყვარელი. კარგი, გასაგები, მადლობა. და იგივეს ვაგრძელებთ. წაგებული ჭამს ცხარე соусით ნაგეცებს ხდებს, მაგრამ განსხვავება. პირველ რაუნდში იქნება მარტივი. მეორე რაუნდი არის ცოტათი მეტი, ორჯერ მეტი. მეთქი ყველა რამდენია. მეორე მესამე რაუნდში იქნება ეს და შემდეგ 6 რაუნდი არის ეს. დაბომბი ვიცი გასინჯული მაქვს, ასე რომ დიდად ვერ გამაკვირებ და ვერ შემაშინე. იმ დღეს, როცა შენ ეს დაბომბი გასინჯე, იქ მე ვიყავი და შენ ტიროდი მახსოვს, ამიტომაც არ ტიროდი, არაფერს იტყუება, იგონეს. ბიჭო, ხო დღეს ხო ნახავთ. არა, მეც მანდ ვიყავი. ამას არ ახსოვს სავარაუდოდ. მე ბიჭო, ისა, ამნეზია, მაქვს თუ რა. ხო იტირო, ბიჭო. კი, იტირე. დევიდენ დოქსმაც იტირა და შენც იტირე, ანუ. კი, ეგ მეცანახი მაქვს. ხო, შენს გავს, ხო? თემა იცი, იყო შენ მანდ ერთ წუთს არაკეთებდი. ანუ უსვამდი ასე. ხო, მე ყლესავით ვიქცევდი. კი. ფოდიში. ბენი, ეხა შენ უთხარი ხალხს არხი გამოიწერო და ჩვენ დავიწყოთ. არხი გამოიწერეთ, ჩემი აუცილებლად. სტუდია დამათი არხიც. არა, არხი გამოიწერეთ აუცილებლად, ძალიან მიყვარს ეს ხალხი და ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებენ, იმიტომ რომ საინტერესო საყურებელი არის. გავწითლდით აქ ხალხი. სტუმარი ხარ და დაიწყება. ჩემი არის შრეკი. ჩემი არის Cars, მანქანები. ჩემი არის Toy Story. Spider-Man. Spider-Man. კითხვა რა იყო? რომელია შენი საყვარელი ანიმაცია? ყველას კაი ანუ პასუხი. მე ვფიქრობდი შრეკის დაწერას, ვფიქრობდი, მაგრამ Cars რაღაც ბოლოს. ბიჭო, Cars რატო მგონი იცი შენზე რომ მართალია, იმიტომ რომ შენ ისეც გევასებ ფორმულა გევასებ. რალი და თემები გევასებ. Spider-Man-იც ძალიან ლოგიკური კითხვა, მაგრამ რაღაც ნერწყვი ეყავ. არა, იცი არის. მე ხორხი. მე Cars-ზე ვფიქრობ, იმიტომ რომ გიოც მგონია რომ Spider-Man-ს დაწერდა რა. ის ხო ყოველთვის უნდა თამაშობ. ცუდად თამაშობ, რა შუაში, ანუ არ ვიცი, ქარ შეიძლება ვწდებოდე. ზოგადად წითელი კანი გაქვს, მაგრამ აი ხო ცოტა ძალიან წითელი ხარ რა. ხო. Spider-Man ვინმეს თუ უნდა დაეწერა, მე მახატია საერთოდ, მაგრამ შრეკი არ მახატია. ობობა მახატია. ძალიან მიყვარს Spider-Man და Batman. გავიგე, მაგრამ შრეკი გიწერია. შრეკი არის დღეს ზუსტად ჩემს ვიდეოში ვთქვი, რომ საუკეთესო ანიმაცია არის შრეკი და დაჟე ანიმაციაც კი არ არის ისეთი მოდი კვიზი. ქალს რა ქვია? ფიონა. ვისთან აქვს სექსი იმასი? დრაკონთან. მოდი პირდაპირ ხმის მიცემაზე გადავიდეთ. არ გვინდა ბევრი საუბარი, კარგი? 3, 2, 1. კოსტა. შენი მე ყავი? ვიყავი იმპოსტერი. შენი ყავი? რომელი ანიმაციის სამყაროში იცხოვრებდიო, მქონდა კითხვა. მე ანიმეში ვიცხოვრობ. ანიმეში ვიცხოვრობდი. არა. რომელში? ან Cyberpunk-ში, თამაში უფრო არ ვიდრე ანიმაცია და მთელი ბავშვების ოცნება იყო, რომ Naruto-ს იმაში ყოფილი. Naruto მაგარი. ამ კითხვაში. შინობი ყოფილიყო. ამ კითხვაში ანიმე არ იგულისხმებოდა, მოდი ვიტყვით, იმიტომ რომ ანიმეც ალკე გინდა გავიყვანოს და ანიმე ანიმაცია სხვადასხვა არის. ანიმეზე რას დაწერდი აქ? საყვარელ ანიმეზე. საყვარელ ანიმეზე, რა თქმა უნდა, Naruto-ს დავწერდი, იმიტომ რომ ჩემი სხეული არის დატანილი ემოციებით. მე ამასობაში დავიწყო. კი, შენ დაიწყე კოსტასთან და თან. და ხო მე ბანალურად Naruto-ს დავწერდი. მე Attack on Titan-ს არ საყვარელში დავწერდი AOT-ს, მაგრამ ცხოვრებით Attack on Titan-ში არ ვიცხოვრობდი არავითარ შემთხვევაში. თქვენ ანიმეს სერიალებში გადახვედით, მაგრამ მე ალბათ ფილმს დავწერდი. ფილმი რომელი? Suzume რო არის ანიმაცია. ხო. პირველი რაუნდი მარტივია, სხვათა შორის ყოველთვის, ანუ ისეთია. ეხა წავალ. ახლა კოსტამ თუ შინ დაიწყო, ნეწოს ლაპები და გაწითლებები დაიწყო ყოველ ჯერზე. 3 ჯერ. 2 ჯერ. 5-6 ჯერ. კითხვა რა იყო? კვირაში რამდენჯერ ჭამ გარეთ და გამოძახებული საჭმელი ციფრება? აჰა, გამოძახებული ციფრება. ერთ წამს. კოსტა, 5-6 ჯერ ზოგადად ჭამ 5-6 ჯერ ანუ ეს. ზოგადად ჭამ 5-6 ჯერ იძახებ. იძახებ 5-6 ჯერ. კვირაში. ხო? კარგია, ძმაო, შეკიდე კარგი ამასაც კვირაში იყო? დღე დავწერე. შენ 7 ჯერ გამოგდის ვაფშე ჩემი. ყოველდღე ყველა საჭმელს ვიძახებან გარეთ მიწევს ჭამას. მიშა, შენ რა გიწერია? 3 ჯერ. 3 და ბენის, არის ბენის უყურება, აი აზრი აქვს, რა ვიცი. გე ლოგიკურად მოიმჟელო რა? ანუ კაც ნუ გადაღებებზე არის რა? აი დღეს 4 გადაღებაზე ვიყავ. და კონტეინერების ჩანთით არ მოსულა. ხო. მე ბარი მაქვს მე რო იცოდით მაინც. ბარში ხო არ ხარ მე თელი დღე მანდ ვიყავ. ანუ მაგით თუ ვიმჟელებ, თელი დღე მანდ ვიყავ.
დედას ვფიცა ვარ. დედას ვფიცა ვარ, თელ დღე მან ვიყავი. ეჭვი პარე. მაგრამ ორი მაინც მეცოტავება. აი რავი მეცოტავება. მშობლებთან ერთად ცხოვრობ, დედის ერთა ვარ, არასოდეს მე არ მიწავს არაფერს ეს. დედა ჩემი მიკეთებს ყოველ საჭმელს. აი ეს გინოდათ რომ მეთქვა, გინოდათ რომ შორცხენი იყავი. გამოძახება არის, როცა გეზარება ან გადარბენაზე ხარ ან მარტო ხარ. სულ გარეთ რო ხარ, სულ გადაღებებზე რო ხარ, ფიზიკურად სულ არ ვარ გარეთ რა. ანაირად. მე უფრო მემონტაჟე ვიდრე გადამღები. კოსტა დიეტაზეა ხო. და კონტეინერებით დადის ერთი თვეა. ბოლო ერთი კვირა საერთოდ არ გვაქვს დიეტაზე. არა გუშინ ხინ კაიჯა. მოდი მე მგონია რომ უკვე ჩვენი სტუმარი უნდა დაისაჯოს აქ, იმიტომ რომ ორი მაინც მეცოტავე. ძალიან წავაგეთ. არ მგონია. 3, 2, 1 კოსტა. ბენი. ეხა ორი გავხმა და კოსტა ბიჭო. ჯეირანი უნდა ითამაშო. ჯეირანი უნდა არა, ითამაშო. ჯეირანს ვითამაშობთ, როცა მიდი. ჯეირანი. კარგად იყავ. არ ვიყავი იმპოსტერი. ვინი? შენ ხო იყავ იმპოსტერი. ჭამეთ ბიჭო. 6 ანაირად ჭამეთ ბიჭო, აი. ეს მართლა არ იძახე. რა ვიცი, ბიჭო, ასე ვიძახებ 6 კვირაში ბიჭო. უეჭველი ვიცოდი რომ იმპოსტორი ვიქნებოდი. ოღონდ პროსტა რაღაცა ისეთი იქნებოდა მეგონა რომ დღეში ამდენჯერ ანძრევ და რაღაცა და მოდი ცოტა ისეთ რიცხვს დავწერ მეთქი რაც რეალობასთან ახლოს არის და 2 დავწერე რა. 1 და 7-მდე დაწერე 2. იცი რამდენჯერ ანძ. კაი მითხარი, რამდენჯერ? 2-ჯერ მეთქი. ძრევა არ მithქვამს კაცო. უი, კაცო. 3-ჯერ მეთქი. 3-4 ხო. კვირაში. აუ ეს თხემალია იმენა. არა. რაღაცებს ხვდები კონტრ რა შეიძლება იყოს. ასე რომ მაინც ანუ იმპოსტერის კითხვა რა შეიძლება იყოს. ხო, იწყება მესამე რაუნდი და მიდი დაიწყე. დათვს. ჩემს თავს. ჰიპოპოტამუსი. ძაღლი. ზაღი. ძაღლს არ შეებრძოლებოდი ერთ-ერთს. არა, თუ იქნება და მოისმინოთ კითხვა ერთს. მიდი. რომელიც ყოველს არ შეებრძოლებოდი ერთი-ერთზე. ხო, ხედავ, რა მარტივია. რაჯიშის ხარ ბენი? მე რაჯიში ვარ, ხო, ჩემ თავს არ კავკასიური. კავკასიური რა? გიჟი. კავკასიური გიჟი. კავკასიური გიჟი. და კავკასიური გიჟი საფათო არის, ანუ გარეული არის თუ შინაური? გარეული უფრო, გლანელი ვარ. გარეული. გარეული ჯიში, გარეული გიჟი ვარ. რას ფიქრობ? აი ამ ცხოველებიდან. რომელს მოერეოდი? აი ძაღლს თავს მოვაგლიჯავდი. გააჩნია რომელს? შპიც და იმა კორგის კი ახლა. ბიჭო, აი ნახე, პირველი ერთ-ერთზე რომ მოცხოლთან არ იბრძოლებდიო, აი ძაღლი არ მომაფიქრე. მე გადაობა დავწერე, იმიტომ რომ აი მეც სხვათა შორის. ხო, ცოტა ისეთი. არა, ამისი გადაობა არის. შენი არ არის გადაობა. ძაღლი ანუ აი ჰიპოპოტამს ბაზარია, შენ რა გიწერია? დათვი. დათვი, ხო, ჩავს შეაშინებ, მაგრამ აი ხა გრიზლე თეთრი. აი ხა ყვირილი თუ დავიწო მაგის იმედად ვიყო და ჩემ ყვირილზე გაიქცევა ხო? მაგრამ ძაღლი ახლა არა, ძაღს არ დაწერდა. კონკრეტულს არ და აი ნახე მაშინ ამას უნდა დაეწერა გრიზლი. ან თეთრი. ცხოველზე იყო საუბარი და ტიპმა ჩემი თავი დაწერა. თავი მე დაწერა. ცხოველი არა ვარ, აუ ბიჭო, ეს უკვე შეურაცხყოფა არის ჩემი. ცხოველი არა ვარ მე. არა. ჩემი. გადავიდეთ რა, მე უკვე აღარ შემიძლია ამ კაცთან ერთად ერთმანეთთან ჯო. 1 ბენი. ამან მეო. იმან შენ ბენი თქვი? არა, მე მიშა. ნახე ტიპი როგორ არ მენდობა. შენ იყავიან. ხო, მე ვიყავი რა თქმა უნდა. რა გქონდა? ჩემი კითხვა იყო, რომელიც ცხოველის პაროდია შეგიძლია ყველაზე კარგათო და. მიდი გააკეთე. მე უეჭველი უნდა გააკეთო, მიდი გვაიცი. გააკეთე. ხო და ეგ იყო ჩემი ისა. მე მგონია რომ კატის პაროდია უკეთ გამოგივიდება. არა. კარგი, გადავედი შემდეგ რაუნდზე და მოდი ბენი დაიწყე. ტეტრის. სნეიკი. Counter Strike 1 და 6. ჰა? ტეტრისი. კითხვა რა იყო? რომელია შენი საყვარელი რეტრო თამაში? აი, ეგრევე მოდი კოსტასკენ ეგრევე ენას გავიშვერ დაჟე. მეტი რა გავიშვირო აღარ ვიცი. ანუ რეტროში მე პროფესორ ძველი ვიგულისხმე. არა, რეტრო არ არის Counter Strike 1 და 6 რა. რეტრო, რეტროში ალბათ უბრალოდ არქეიდ თამაში უფრო არის რეტრო. ეს არის ტაქტიკალ შუთერი. არა, ძალიან კაი თამაშია ეს და მე უბრალოდ ვიგულისხმე ძველი თამაშია და ბავშვობაში ყველაზე მეტად ეს მიყვარდა ამას თამაშობდი და ბავშვობის რეტრო არ არის ეს. რეტრო არ ანუ გავიგე რეტროში ვიგულისხმე თქო, რეტროს სიტყვაში ვიგულისხმე ძველი, რაც აქ თუ ისე მოკლებულია ლოგიკას ხო და ძალიან მოკლედ. მაგიტო რეტრო და ძველი გატო. მე-20 საუკუნის ისე რეტრო вообще სხვა არის. საწყისი არქეიდ თამაშები არის რეტრო. ოკეი, მაგრამ ნუ მე დაჟე რეტრო არის Crash Bandicoot-ი უფრო რეტრო არის. მარიოც, Super Mario's. ხო, ბაზარი აი, არა, Mortal Kombat-ი ოღონდ იმაზე რო იყო არქეიდები. არა, ბაზარი არა, ოკეი, ანუ მაგ ლოგიკაში სწორი ხარ თქო, მაგრამ მე რა ლოგიკითაც დავწერე, გავხსენი რა. შენ ტეტრისი რატო დაწერე? ძალიან გამიკვირდა. არა, მე აი სხვა ვერც ვერაფერს ვერ რა დავწერდი უნდა ჩემი. დაგეწერა?
არა, ეს უკვე გამზადებული იყო ჩემთვის, რომ ეს დამეწერა, იცოდნენ, რომ ამას დავწერდი და იქ აი სხვა რო დაგეწერა ეხლა რატო? დავწერდი სხვას. ხო? კი, პაკმენს დავწერდი ო, უეჭველი. პაკმენი ბაზარი არა. იმიტომ რომ აი პაკმენი ძალიან მევასება. უის ვაფშე არ მახსოვს. თქვენი სახელი ისე თავის დროზე რაბანა მოიფიქრა. რაბანოვანი. რაბანა მოიფიქრა. იცი რატო? ტეტრის იმიტომ დაერქვა, რომ მანქანაში რო ვისხედით ვაფშე თავიდან რომ დაიბადა ესეთი რაღაცები. ერთმანეთს მივაკითხეთ უბნებში, რომ გვებაზრა რა. ცალ-ცალკე. ბოლოს გადავარქვათ და ჩვენ გვინდა და თავიდან რეტრო თამაშების გაღვიძება, იმიტომ რომ ჩაძირობანა დალევაზე გადავიღეთ პირველი და რაღაცები ეგეთები და ქალაქობანა და რაღაცებს. რეტრო თამაშებს, კაროჩი ბავშვობის თამაშებს ვიღებდით დალევაზე ან გაახლებული წესებით. ხო და მაგ პონჩი ტეტრისი დავარქვათ რა და დაერქვა ტეტრისი. რა მაინტერესებს ეხა ჩვენც რა? თქვენსავით რაღაც რამდენიმე ადამიანი შეკრება ვართ რა. ხო. რას ფიქრობ ჩვენ ამდენ ხანში დავიშლებით? ბიჭო 3 არის შლება ხოლმე. 4 შლება. ჰანგრიმენი ჩვენ. ჰანგრიმენი არ დაშლილა ხო და. ბიჭო, ნახე კაკო წავიდა აქ, მეც წავედი, მაგრამ მე ჩემს წასვლას ტეტრიში მოყვა ვახო ბოლოთაშვილის შესვლა სცენარისტად და ვახო ბოლოთაშვილმა დაშალა უკვე. მართლა. ანუ შევიდა სცენარისტად და ეგრევე დაიშალა. პროსტა არავინ არ იცოდა რომ ვახო ბოლოთაშვილი სცენარისტად შევიდა და მე მაბრალებს ყველა. მე ვახომ გააკეთა ცალკე რაღაცა გადაცემა და მან შევეკედლე მეც. ანუ ეხა უნდა ველოდოთ მაგის დაშლას, ასე გამოდის, ხო? არ ვიცი. მოკლედ ბენის იგლი ყველაფერი იშლება. მეგობრებო, დღეს თქვენთან ვარ და რა ხოთ რამდენი ხანი გაკაჩავთ? რამდენ ხანს აძლევთ თავს? ნახე, სამნი როცა ხართ, ყოველთვის ერთი იჩაგრება. ბულინგის ხვერპლი, რომელია თქვენში ბულინგის ხვერპლი? ჩვენთან გააჩინია, ხან ერთია, ხან მეორე. ანუ შენ არასოდეს არ ხარ? ჩემი აზრით შენ იქნებოდი ყოველთვის სამიზნე. კარგი იყო. რომელი არის სამიზნე, რომ ჩვენ გვიწერენ კომენტარებში რომ მიშას ჩაგრავთო და არ არის სიმართლე. მიშა მე მიშა მგონია რომ მიშა უფრო იჩაგრება. გაკეთო, აი, იცი რა, ანუ ენერგეტიკა მოდის თქვენგან რომ ვითომ თქვენ რაღაცა თავიზე გიკავიათ და რაღაცები და მიშა თითქოს არა. ხო, მიშა თითქოს რაღაცა ისეთი ტიპი არის და რა ვაფშე არა ეგეთი ტიპი. ჩემი აზრით მიშა არის პირველი. მე რა მგონია, იცი? მე მგონია რომ მიშა ტეტრის არ დაწერდა. ანუ ძალიან დაიმთხვა თქვენი პასუხები. ბიჭო, ნახე მაგ კუთხით მე უფრო მიმსჯელებ რომ იმპოსტერს მე უფრო ვიქნებოდი და რა დაშალე. რა დაშალე თორემას რომელიც დაიშალა. ეგეთი ბოროტული. არა, ეს ძალიან კონკრეტული კითხვა იქნებოდა. ეგეთი ბოროტული. აი არა, რატო არა, მე მგონია რომ ბავშვობაში ამას მაგრა უყარდა ეს. ვუდი ვუდბეკერი. ვუძი ეგ მეც ვიცი შენ რომ ვუძი არ არის რეტრო თამაში. არ არის? ხო, არ არის ეგ უკვე რეტრო თამაში. აი, პაკმანი ვაფშე არ მახსოვდა, თორე შეიძლება პაკმანსაც დავწერდი. კაი, მოდი, ხმის მიზეზზე გადავიდეთ. ხო. 3 2 1 კოსტა. არ ვიყავ მე იმპოსტერი. ანუ კოსტამ ცუდი პასუხი დაწერა და იმპოსტერი იყო. შენ იმიტომ რომ მე ვიყავი, მაგრამ სიეს. ორი იმპოსტერი გეგონა რო იყო. ბიჭო, ხო, მე მეგონა ორი იმპოსტერია და მერქი კაი ახაჯა და არა, მე მართლა ანუ გულწრფელა დავხსენი ის რატომაც დავწერე CS1 და 6. აი, კოსტა ჩემი კითხვა იყო. შენი კითხვა იყო, უეჭველი მე გეტყვი რა იყო შენი კითხვა. ბენის ყოფილ არხს რა. აი ხო ვთქვი იმპოსტერის კითხვა, აი ეგ იქნება მეთქი, აი ხო ვთქვი. თქვენ ამასობაში არხი გამოიწერეთ და ჩვენ 6 რაუნდი ბარემ ვიდეოს აალაიქეთ. 6 რაუნდი მოგვიწევს დაბომბის მიირთმევა, რაც ჯოხეთი იქნება ჩვენთვის. და ხო მართლა ბენ ბევრი. არ ვამბობთ არასდროს, რომ ვიდეო მოიწონეთ და თუ მოიწონებთ, ძალიან გაგვახარით. ჯოს. ჯეი რამალი? რამალი ამოიღო. ბიჭო, წინაზე არ იყო ასე. CV ოფლიმას ხანს გეფიცები. თუ ცხელი არ ვიცი. აი მე. ვა, პიზდეცია. ეს რა იყო, ბიჭო? აუ დედამო. კიზელში ახლა ჩამივი. ცოტა პაუზა ავიღოთ. რა პაუზა და გავაგრძელოთ ბიჭო რა. აუ Counter Strike-ის დედა როდის მერია რეტრო თამაში, ჩემი ბიჭო, ხო ახსენი მართლა რატო დავიხე? რა პონტია ჩემ. რა იყო, ჩემგა გადაწერე ბიჭო? შენს ეს გიწერია. შენც ეგიწერია? დედას ვფიცავა. ჩვენ 10 წუთიანი პაუზა გქონდა და ცოტა გონზე მოვედით, იმიტომ რომ მე ვერ მოვედი გონზე. მე ვერც მე. პირველივე ბიჭო ძალიან რთული იყო, არ მეგონა ასე თუ დაგვერხეოდა და მოდი მე დავიწყებ. მწვანე ლამპარი. Quicksilver. სხვათა Quicksilver-ი კი გამბიტი. გამბიტი დავწერე, ვერ გადავიფიქრე. Quicksilver-ი დაწერინდა და მაგრამ Green Lantern-ი მიწერია, მეც Owned Guy. მეც Green Lantern-ი მიწერია. კითხვა რა იყო? დასახელეთ ყველაზე underrated სუპერმენი. და ეს შენ ერკვევი ხო?
სამყაროში. და გაი იცი რომელია? მე ეგრე არ ვარ ბოლო გაია. სუპერმენში როცი. ბოლო სუპერმენში რო არის, კომიქსებში არის, გამოყლებული ტიპია რა და ძალიან გადაობა როჟა არის რა. ძალიან ძლიერი ტიპია. ძალიან ძლიერი არის და ყველაზე random Green Lantern-ი არის, ანუ პროსტა სპორტის მასწავლებელი იყო რა. მართლა, ეგ დეტალები ვაფშე არ ვიცოდი. და underrated-ში კიდე იცი რა ვიფიქრე? ის რო იყო სერიალი. დღეს რო ვლაპარაკობდით. Moonlight თუ რა. Moon-Knight ხო? Moonlight, ხო. Moon Knight-ი? არა, underrated Moon Knight. მეორე სეზონი ვეგრ გააგრძელეს და ახლა თან ისეთი პოპულარული არ არის როგორ. აი, გადაო მიმები ძალიან პოპულარული იყო. დღეღამეს რო ცulis და რაღაცა Pornhub-ს სკოლავდი, მაშინ 2020-ში თუ 21-ში მაგარი პოპულარული მიმები იყო მაგაზე. ისე ხო არა, underrated არ არის. არა, როგორ არა. ანუ იმის მერე გაიქაჩა ის მსახიობი უფრო და ის სიმღერა რო არის. Hippopotamus. Hippopotamus ეგეც მაგერც აი, underrated Quicksilver-ი უნდა დამეწერა რა, იმიტომ რომ Marvel-მა სახე გააძრო კი, სახე გაათალეს. მაგრამ იცი რა, ეგ კაი მაგას Quicksilver-ი ვფიქრობდი და მე გამოვიდა. გამბიტი დავწერე, იმიტომ რომ რავი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ძალიან გამბიტი რატო გაგახსენე? Wolverine-ის ფილმში აი ის ძალიან გამბიტი გაგახსნა. ძალიან მოკლე მონაკვეთია, ხო და მე იმდენად მომეწონა პირველად გონახა ეგ ფილმი და მეც. რომ რაღაცა ძალიან მინდოდა ბავშვობაში მახსოვს რომ აი მაგაზე გადაეღოთ ფილმი, მაგრამ აქ ფილმი გადაუღიათ, აქ არაფერი გამიგია. ბავშვობაში გამბიტი საიდან იყო? ბავშვობაში რა, როცა გამოვიდა Wolverine-ის ეგ ფილმი, პატარა ვიყავი, ხა დიდი არ ვიყავი. X-Men-ები 90-იანებში რო იყო გამოსული. და ახლა ხო ახალი გამოუშვეს. იქ ეს ნახეთ საერთოდ? ანიმაცია? ხო, ანიმაცია. არ მინახავს არა. აუ, მანდ არის გამბიტი რაც არის. მართლა? თავარი გმირია იმენა. მე ანიმაცია არ აი, მინახავს. ძალიან მაგარი ტიპი არის მანდ. კაი და ჩვენ რა ქვია მაგას? რას ფიქრობთ? აუ, ჩვენ სამში არ რომელიღაც. ჩვენ სამში? ჩვენ სამში. თუ გინდა ორში თქვენში. აი, გიო მიყურებდა და მერე დაწერა. ამან ესე იცის ხოლმე ბიჭო. და მე ძალიან დიდი ხანი მედო უკვე ამოტრიალებული. თქვენ რო ფიქრობთ, მე უკვე ამოტრიალებული მედო. მე რის დაწერას ვაპირებდი, გახსოვს? გაგითხარი. და მაგის გამო ჩავიქოლები მეთქი. არა. Iron Man. ხო. აი მაგის დაწერას ვაპირებდი. ხა ეგ მეეჭვება რაღაცა. ოც ერთ underrated-ში Iron Man-ს. ხო. აი, მოდი მე უკვე ხელის გაშვერა შემიძლია. ბიჭო არა, მე ეგრე მგონია რა ვიცი. Underrated-ი Iron Man. ანუ პირიქით ყველაზე Moon Knight-ი ამბობ, არ არის underrated და Iron Man-ზე კარგი ძმო. მე უკვე ჩემი პასუხი მაქვს. 3, 2, 1, გიო. რა თქმა უნდა Iron Man-ი. რა სისულელეთ? აი ესეთი სისულელე მე არ გავიგია, ძალიან ო, ხელი მოვაწერე. აი Iron Man-ამდე დაჟე ჩემზე გთქო, კოსტამ გონიაო, მარტო იმიტომ თქვა რომ განსხვავებული მეწერა და გადმობირება უნდა და თქვენი და Quicksilver ვარ გეთქვა, შეიძლება მე მანდ მივხვდი რომ მეთქი უეჭველი იმპოსტერია. რა იყო შენი ის? ვინ არის ყველაზე overrated პერსონაჟი? და Green Lantern-ი დაწერე ბიჭო? აი, ჩემი ნახა და მე მე ასე ჩაფლახურავ მიდი კაი შეუბერე. აი რატო მოვიფიქრეთ ეს ფორმატი? ხო თამაშობდით ისე აი ეს ბევრია უკვე. ცოტა. რა ცოტაა ბიჭო გიჟი არ მინდა. უბერე გიორგა, უბერე. მე რატო მოაქაი? ეგრე იცის ჯიგარმა. თუ მაგანგალებს ისე ვარ. თქვენ ამასობაში ვიდეო მოიწონეთ, თუ მოგწონთ ეს ფორმატი და გინდათ რომ მოვიწვიოთ სტუმრები და ჩვენ ჭამოთ ცხარე соуსი. NBA Youngboy. AC/DC. Dua Lipa. Marilyn Manson. ო რა მარტივად გამოვარდნით ეხა იმპოსტი. კითხვა რა იყო? კითხვა რა? რომელ არტისტს ჩამოიყვანდი საქართველოში? ამას დაგვიდი ვინ უძერიეთ. NBA Young Youngboy. Boy საერთოდ არ ვიცი. აი, მეც არ ვიცი. აი, ასაკებით თქვით ერთ წამი. 29. 27 ვარ მე. შენ? ის 29 როდის გახდა? ან კაი ხო 28 ოქტომბერში ხდები 28. რატომ მოიტყუა ხო არის? შენ? 28. მე ვარ 22-ის მე. ახალი თაობის ის არა? ძალიან ახალი თაობის ჰიპ-ჰოპ არტისტი არის. მე ვიცი ეს ჰიპ-ჰოპ არტისტი და ძალიან ზოდი ჰიპ-ჰოპ არტისტი მოდი. ანუ ბევრი არის შენ ის არის რაღაც კორეული რაღაცა. ვესტებით დადის ყველგან, ვესტებით დადის ყველგან. Bulletproof vest. ვიცი რო იმიტომ რომ პიზდეთ შეარის. უნდა გამოწერილი თუბაქია. არც Eminem-ი, არც Snoop-ი, არც Dre არავინ ვიღაცა Snoop-ი იყო ის. NBA Young Boy. Dre beats თუ გამიკეთებს Max. და Eminem-ი არ მევასება ყველგან ვიტყვი Eminem-ის დედას შ**ი ოღონდ მართლა. რატო კი მაგრამ? Eminem-ის დედას შ**ი ოღონდ რატო, მართლა. მე ვარ Slim Shady-ის ფანი. Eminem-ი მეზიზღებს. მე Eminem-ი მეზიზღებს ძულს. ოკეი. აი აქ არ გამოგივა ეს. NBA Youngboy. არ გამოგივა. რატო არა? შანსი არ გაგაკ. იცი რა შეიძლება მაინტერესებს? არიციან, მაგრამ მე ვიცი ანუ. ბიჭო მე რატო ვიფიქრებ? ანუ ვიღაცა რომ მეზიზღებოდეს ხო ეგრევე ვიტყოდი, აი ვინ მეზიზღება რა? ანუ ხო მარტივია შენთვის ამის თქმა.
და მე ჩამოყვანაზე მინდოდა რომ ცოტა რაღაცა ისეთი კრეატიულად მეთქვა. ჩვენ ახლა ისეთები გვიწერია რა, ყველა მიცის რომ AC/DC-ის დიდი ფანი ვარ, Dua Lipa-ზე რომ მიშა ან იმაშრება. ეგრე ყველა მის რომ NBA Young Boys დიდი ფანი ვარ, რას ქვია. ნუ ყველამ შეიძლება იცის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ამიტომაც ეხლა ეს მაშინ დაიჩაგრებით და არა, ჩვენ შევჭამთ. გიუშ, შენ რა ჭამეწეღარ? დაბომბი და მესამეჯერ შევჭამ. უი. პრობლემა არ მაქვს. 3, 2, 1, ბენი. ხო შენიკავი ბიჭო. რა თქმა უნდა, NBA Young Boys დედას გვაბოლებდა. გაიყო შენი. ალეკაცი ეგ. გაიყო შენი. ყველა ცუდი ჰიპ-ჰოპ არტისტი. დამენძრა. არხი გამოწერეთ ამას ოპში. აბა როგორ ხარ? ჩემს არ შეიძლება ცხარი რო იცოდი მართლა. არა უს არ შეიძლება ცხარი რო იცო. არა. მე ის ჩიპსი რო ჭამ მაგის მე დამეწ. ფრიქსის. მოდი დავიწყოთ. თავბრუ მეხვა ბიჭო, აი ცხარეზე მეტად თავბრუ მეხვა. BMW. მოდელს არ ამბობ რამეს? მე მაინც დავაკონკრეტე, იმიტომ რომ Mercedes. მე დავაკონკრეტე, იმიტომ რომ Nissan-ის ფანი არ ვარ, მაგრამ GTR. Rolls Royce. კითხვა რა იყო? დაასახელე საუკეთესო მანქანის ბრენდი. ანუ მე მოდელი ვთქვი რა, ეხა ბრენდი. იაპონურები ევასება? კი. არა, მე მევასება იაპონურად. მეც მე ვას დღეს გეუნებოდი შენს მანქანაში. სუპრა მაგარი არისო კი, ნუ სუპრა. სუპრასაც ვფიქრობდი, მაგრამ ნუ სუპრა თალკეა, სუპრას არა, ეშეში. ჩემი ძმაკაცის ბავშვობის, მოკლედ სხვა პონჩი დავწერე. აი Rolls Royce არავინ არასოდეს არ იტყვის საუკეთესო მანქანაზე, ხო იცით? რანაირად? ბაზარია. Rolls Royce. აი პირველს რო გეკითხებიან, იტყვი ან Porsche, Lamborghini, Porsche Mercedes. მინდოდა, მაგრამ სულ Porsche. Ferrari იტყვი, Bugatti Veyron. შენ იტყვი, დაჟე. შენ ხო უეჭველი Toyota Prius იტყოდი? არა, ერთი აქვა. მეორე. მე უნდა დამეწერა Lamborghini, მაგრამ არ მინდა ამის ჭამა. ამიტომ Lamborghini ცოტა მაინც დღეს Porsche-ს თაობა არის ალბათ ან მე ძველებსა მევასება, მაგრამ Porsche. მაგრამ მე მიყვარს ძალიან საუკეთესო Lamborghini. მანქანის ბრენდი ჩემი აზრით. არის Mercedes. როგორ ავარდა. კაი, მაშინ კითხვას დაეწევს, კითხვას ეწევს. Mercedes-ის მაიბახი მირჩევნია Rolls Royce-ის მე ნებისმიერ. Rolls Royce. მარტივი კითხვას და ხო Rolls Royce გაიძახა. ნუ შეიძლება იცოდეს ეს. ვინ აწარმოებს Rolls Royce? ბაღში მოტოღებდა რაღაცა. ხო და რა, ეხა Rolls Royce. ანუ აი არა ვერ დამაჯერებ ჩემი Rolls Royce-ი, აი აზრით ყველაზე მაგარი მანქანა. ხო, მაგრამ ამოგიტივდი. მაშინ Bugatti-ს დაწერა თუ გინდოდა, Volkswagen-ი უნდა დაგეწერა, ანუ ეგრევე. და Bugatti რატომ არ დაწერე მაშინ? კაი, Rolls Royce-ის რომელი მოდელი? კალინანი მინდა მე პირადად და მეორე მინდა, მაგრამ მაგას საერთოდ ცხოვრებაში ვერ ვიყიდი, იმას რო ყავს Beyoncé-ს და მაგის ქმარს. ერთადერთი არის რაღაც საოცრება არის. სახელი არ მახსოვს. საოცრება არის რაღაცა. აუ, ვინმე ისე უნდა $3 დაგვეწერა? მილიონი. Bentley უნდა დაგვეწერა. Bentley მაგრამ ევას. ეტა Bentley. Это ხო, მაგრამ ნახე. Это Феррари? Нет, это Бентли. აი შენ თუ ლაქშერი მანქანებზე არ ვიცი ჩემი აზრია თუ ისა, მაგრამ მაიბახი ღუნავს ყველაფერს. Rolls Royce. მე მაგაში არ გითახმები საერთოდ. ცხოვრებაში არ უხსენებია ამას Rolls Royce რომ უნდა, ხო? როდის აქვს ნაკლა? ჩემთვის არ უთქვა. კავკასი არა, ნახე. ხო, ჩემი თქვა რაღაც. მანქანა, რომელსაც მე ვიყიდი და მინდა რომ ვიყიდო, ეს არის Porsche. მაგრამ ამას მე არ ვიყიდი, იმიტომ რომ სავარაუდოდ არა, ვერ ვიყიდი. ხო, ვერ ვიყიდი. $500,000 არ ამგონია რომ და რომც გქონდეს არ მისცემ. მანქანაში არ მივცემ მაგ თანხას. ბენი შენ Mercedes გევასება და გევასება იმენა? კი, ახლა Mercedes-ი უნდა ვიყიდო, პრავას ვიღებ 26-ში და Mercedes-ი უნდა ვიყიდო. რომელი? ვიწყებ CL 250-ით AMG. კაი, მოდი ყველა ვიცით. მოიცა. დრო არ დავუკარებ. არა. კოსტა, შეგახსენებ რაღაცას. გიოს, GTR, აი როდის ბიჭო, ახსენა სხვათა შორის, მაგრამ იქაც დაწერა GTR-ი და იქაც GTR-ს მართალია. გავიძახი, მე და Alex-ო ვაბოდებთ GTR-ზე, მე გადავები. აუ ახლა გეხვეწებით აი იმ გადაღებაზე, ხო გახსოვს რომელ ეპიზოდზეც ვამბობ, GTR-ი დაწერა. შენ ვისაძლო, გამიკვირდა, მას- მაგრამ ასე მოგვიწევს ჭამა ასე თქვა. აი, ოკეი. აი შენ ვისაძლო. მე გიოს რა დავდი მიშას მივცემ. ხო მე 3, 2, 1. გიო, მიშა. გიო იყო იმპოსტერი? ანუ რა თქმა აუ უეჭველი ვიცოდი ერთი ბიჭო რა. მაშინ არ მოსულა ეგ, იმიტომ რომ ეს კითხვა იყო წინა ეპიზოდში და GTR-ი გერწერა და მართალი იყავი. ჩემი კითხვა რა იყო? არ მეკითხები? შენი ფავორიტი იაპონური მანქანაო. აი მოდი, ერთი, ორი და სამი წავიდა. აუ გარეყვამე. ნახო მართლა უფრო სწრაფად მიაბოა. უფრო ცხარი არის, ხო? ბიჭო წინაზე ესე ძალიან აღწაგდებოდი. მართლა. ეს ვეღარ სუნთქავ ის გაბერი ამ რძისგან და ყველაფრ. ბენი ცოტაც გაუძელი, ვიცი რომ გიჭერს, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინო რა. მოდი დავიწყოთ. 2-3. 100. არ ვიცი.
50. კითხვა რა იყო? რამდენი სიმღერა შენს საყვარელ პლეილისტში? თქვენ იმჟელით, იმიტომ რომ მე არ ვიცი. მართლა არა. 2-3 სიმღერა. 2-3 საყვარელ პლეილისტში, ძალიან პატარა პლეილისტი გაქვს. სულის მტყნელი ქვია Spotify-ზე თუ გინდა გაჩვი. და იმას ალბათ ვესტიაცვი ერთი მაგას. არა. პლეილისტი სულის მტყნელი, რომელიც არის სევდიანი მუსიკები. და აბა ერთადერთი პლეილისტი მაქვს Spotify-ზე ეგ. დანარჩენი liked მუსიკები. რომელი 2-3 სიმღერა აბა თქვენ? Glimpse of Us. I will never fall in love again till I found. ეგ ის არ არის? I said I ეგ will სიმღერა ის არ არის? never ხო, კი. რასი ვიცი რასაც სიტყვი? fall კი. into the Tentacion's True Love. True love shouldn't be this complicated. That I die in your arms, I thought I'd die in your აი ხა მიხვდი სულის მტყნელი რატო ქვია მაგ შენ პლეილისტ? ნუ რა მე მხიარული რაღაცა რა. ხიარული მაქვს liked მუსიკები. ანუ აი ეს კონკრეტული პლეილისტი არ მაქვს. ერთადერთი პლეილისტი მაქვს და სამი მუსიკა მაქვს მარტო. ეგრე მეც არ მაქვს, საერთოდ არ მაქვს პლეილისტი. ანუ უბრალოდ მაქვს აპლიკაცია. აბა მაშინ like-ში თუ არის 600-ზე მეტი მაქვს. ხო ეგრე მეც რავი ძალიან ბევრი მაქვს და არ აი ვიცი. იმენა პლეილისტში 2-3 მაქვს. შეამნიგი წერია ბიჭო. 50. ნუ მე ვიგულისხმე სიმღერები, რომელიც აი მანქანაში მიწერია იმაზე რა. და 50 მუსიკას უსმენ მარტო. დაახლოებით ეგრე. არა, ცოტა უწერია. ძალიან ცოტა მიწერია. მე თუ 400 მიწერია ამას რა. ხო, შეიძლება даже 40-იც მიწერია. 100 არ ვიცი რამდენია. იმას რამდენი უწერია? 100. მე მანქანაში რასაც ვrtav ხოლმე, იმას არ ვთვლი, იმიტომ რომ მანქანაში რასაც ვrtav, ეგენი კი მომწონს. მაგრამ ეგ გათვლილი მაქვს რომ ტარების დროს მუსიკას ვისმენ, არ ვუსმენ. რაღაც ვერ დამარწმუნა ამან მე ამ პირდაპირ. ბენი, რას ფიქრობ? მე მოდი მოგენდობი. ბიჭო 100 თუ 50, მაგრამ შენ ნახე, შენ რა თქვი 50-ზე მართლა ცოტა უწერია. ცოტა უწერია მანქანაში, ამის მანქანაში ვზივარ, მეორდება კი. ბოდიში, მაგრამ 100 ვფიქრობ. მაპატიე. 3, 2, 1. კოსტა. მე ვიყავი იმპოსტერი და ისეთი კითხვა მქონდა, აი განწირული იმპოსტერი ვიყავი, რასაც ქვია. რა ქონდა? 150-ს გამოვაკლოთ 50 გამრავლებული 2-ზე შენ არა. რა ითვალე? მეც იმპოსტერი ვიყავ. რა დებილი არ ვარ, ვიცი რომ გამრავლება პირველი სრულდება, მაგრამ ანუ 150-ს გამოვაკლოთ 50 გამრავლებული 2-ზე. ხო და ეგ 50-ია. განაიღო 50 2-ზე გამრავლა რამდენია? 100. 100. და 150 minus 100. 150 ესე იგი მეტი მქონდა. ესე იგი მეტი მქონდა არ მაქვს. არა, ხო, ბაზარია. ამერია. კაი მეც დებილი არ ვარ, ვიცი რომ გამრავლება პირველი სრულდება, მაგრამ მარტო კოსტა. რამდენი სიმღერა გაქვს პლეილისტში, რომელიც მეორდებაო? რა მეორდება, ეგ არ დამიწერია მე. არა სურაცა. რამდენი სიმღერაა შენს პლეილისტში, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ? ანუ მე სხვანაირად გავიგე ეთყობა. ანუ არ ყოფილ ხარ იმპოსტერი. შენზე 50-ზე ძალიან დარწმუნებული ვიყავი რა. ხმექტოჭები ბოდიში. კარგად ხარ? არა. მოპედი. ბეთმობილი. მანქანა რა ვიცი. აუ, იმპოსტერია, მოტოციკლი. კითხვა რა იყო? რომელია საუკეთესო ტრანსპორტი თბილისში გადასახლდა? ანუ ერწავს. ანუ შენ რო იმპოსტერი ხარ ვიცით. ბიჭო მე ხო გითხარი ცელა უნდა ვიყიდე. გაი შენ იყიდე, კაცო, ეგ იმას ანიშნავს, რომ ივლი და საცობებში არის დგები. ხო და მარტივო წავიდეთ ეხლა რა, მე და კოსტას გვიწერია ერთად. აი ხა ლეზე მკიდია მე ვიყავი ხო რაღაცა. გაჩი. რა უნდა ვთქვა? გაჩი, ერწავს, შეიძლება, ნუ გავისწრება. შეიძლება მეორე იმპოსტერი იყოს, ბეთმობილი უწერია. ხო და მე კრისტოფერ ნოლანის ბეთმობილი ვიგულისხმე. გახსოვთ როგორია? ვერც დაგორდები მაგით. არა, რო დაფრინავს მაგას თან გაიგე. დაფრინავს, თან ბრონი არის. მაცა, გაჩი, და ბეთმობილი. თან იმაზეც გადახდის იმას. კრისტოფერ არ დაფრინავს ბეთმობილი. კაცო როგორ. დაფრინა? აუ არ მინდა რა. ჭამა არ უნდა და რასნეს. 3, 2, 1. მიშგა. ბენი, მიდი. ბენი გათქვა უნდა. შენ არ იყავ იმპოსტორი? კი. შენც იყავი? მოიცა მე ხო, არ გავიძახოდი, ესეც არის იმპოსტერი მე. ბიჭო, არა, მართლა დაფრინავს ეს მეტმობილი და რა ვქნა? რომელი სატრანსპორტო საშუალება გეყოლებოდაო? აი ჩემი კითხვა იყო ეგ და შენიც? ხო, ორივე იმპოსტერი ერთნაირი. ვიყავით. ორი იმპოსტერი. და ახლა რა ხდება? არა, შენ არ ჭამ? მე არ ვჭამ. ჩვენ იმპოსტერი ვიპოვეთ, ერთი, მაგრამ ერთი იპოვეთ. აი, ეხა ის გიჟები ხო არ ვარ ჩვენ. იპოვეთ არა იკე ვაღიარე ბიჭო. ერთი იყო, მაინც იმპოსტერი მომიგეს, იმიტომ რომ ორივე ყოფილი. აუ, აი ეხა რა პონტია თო. წინაზე ეგრე ითამაშეთ. წინაზე ბაზარი არა, ძმაო. წარსულ ბაზარი არა, გვიხსენებ ძმაო. ძმა. ბაზარი არა. აი პროდიუსერ, შეგაკოცე ნათელა ყვერებში.
არ მინდა ჭამა შემეშვით რა. არა, შენ უეჭველი გიწევ ჭამა. შანსინოლია. ანუ შენ უეჭველი გიწევ ჭამა. ჩემ ფეხი აღარ იქნება მაგ. ვიცი თუ დალევაზე არ იქნება თემა მე აქ. ოკეი. მაგ დალევაზეც მე დაიწყებს ყალი დამისკითო და აუ ერთ წამი. ვინც ცხარე ვიდეოში მიწევს, ერთ პერიოდი ვარ მქონდა ნათქვა. ვინც აპირებს ჩემოწვევას და შანს ამის მერე ცხარე ვიდეოში მამა ჩემმა რომ მომიწევს ვიდეოში მაგასთან არ მივა. აუ ბოდიშთ რა, ბევრი ვიგინი, არ შემიძლია გავაკეთო. გასინჯული მაქვს ასე რომ დიდად ვერ გამაკვირებ და ვერ ჩემ მაშინ. ახლა ცუდადაა, ბუშტივით ვარ გაბერილი. აუ კიდე უნდა მე მგონი მივეჭვიე. მე რატომ ისე ვჭამე? მე ვერ მივხვდი რა დოზა უნდა დავადო ამას, რომ არ გამამწაროს ესე ძალიან. დავშვიდობოთ. ნახვამდის. კარგად.